ამას მართლა არ ველოდი იმას, რომ ქლიავის პავიდულოს მიმართ სიძულვილის გამოხატვა ზიზღის ამხელა ტალღას ააგორებდა სოციალურ ქსელში. აი ახლაც ამ მომენტში, როდესაც ამ ვიდეოს ვწერ, მუდმივად წკაპუნობს მესენჯერი და Facebook-ის შეტყობინებების ველზე, მუდმივად ახლდება კომენტარები და სავარაუდოდ ისევ ლანძღავენ, ისევ აი საკვების გამო, დედის მიმართ, ციღარიბის მიმართ გამოხატული ცუდი დამოკიდებულების გამო, რატომაც ასე გაიგო ხალხმა და ასე აღიქვა. თავდაპირველად ცოტა გამეცინა ამ ყველაფერზე, შემდეგ ცოტა გავბრაზდი, თუმცა შემდეგ უფრო ღრმად რომ დავფიქრდი, ცოტა ეჭვშემეპარა ჩემს თავშიც, რადგან როგორც ჩანს, რადგან ამდენ ადამიანს შეეხო ეს ყველაფერი, რაღაც ისე ვერ ვთქვი, რაღაც მთლად სწორად ვერ გამოვხატე ჩემი აზრი. შემდეგ ერთმა გოგომ მომწერა პირად შეტყობინებებში და სწორედ ამ ადამიანმა გადამაწყვეტინა, რომ კიდევ ერთხელ მეცადა ჩემი აზრის გამოხატვა ამ საკითხზე. მან მითხრა, რომ ბევრჯერ მოუნდა ვლოგის მოსმენისას მისი გათიშვა, რადგან ღარიბ ბავშვობასთან პარალელი მოეჩვენა ძალიან უსამართლოდ. ჩვენი შვილები, შიშვლები დარბიან ზამთარში, რადგან სახლში სითბო გვაქვს და ჩვენს მშობლებს ესეც არ ქონდათ და როგორ უნდა მოეხერხებინათ ჩვენი ან გათბობა, ან გაშრობაო და სიმართლე გითხრათ, ძალიან სამართლიანი შენიშვნაა. მართალია მე ეს ყველაფერი საკმაოდ ზედაპირულად იუმორში ვთქვი, მაგრამ ალბათ მაინც უნდა მეხსენებინა ის კონტექსტი, რაშიც უწევდა ჩვენ დედებს და ბებიებს ცხოვრება, როგორი წლები იყო და საერთოდ რა პირობებში უწევდათ ჩვენი გაზრდა. არ ვიცი რატომ გაიგეს ასე, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში სიღარიბე ადამიანის დამაკნინებელ გარემოებად არ აღმიქვამს 90-იანი წლები ჩვენი ყველა საერთო წარსულია და სამართლიანი იყო ის შენიშვნა, რომ ის კარაქიანი პური პავიდულოთი შეიძლება დღეს ბევრი ბავშვისთვის იყოს საოცნებო საკვები. სანამ ოჯახებს საკვების დეფიციტი აქვს ქვეყანაში, მანამ მგონია, რომ ჩვენ როგორც ერი და როგორც ქვეყანა ვერ შევდექით, რადგან ბავშვების სიღარიბე არის ამ ქვეყნის ნომერ პირველი პრობლემა, რომელიც აბსოლუტურად ფარავს ყველაფერს. ეს ყველაფერი მინდოდა მეთქვა მანამ, ვიდრე იმ საოცარ კომენტარებზე გადავიდოდე, რაც დამიწერეს და რასაც მგონია, რომ აუცილებლად უნდა უპასუხო. მიუხედავად იმისა, რომ შეტყობინებების წკაპუნი გაუჩერებლად მესმოდა, ისე მოხდა, რომ ვიდეოს დადების მერე რამდენიმე საათის განმავლობაში Facebook-ზე შემოხედვა ვერ მოვახერხე. ვერ ვიფიქრებდი, რომ ასეთი ამბავი ატყდებოდა. საერთოდ ინტერნეტში ხშირად მაკრიტიკებენ და შეურაცხყოფელი კომენტარიც არაერთხელ დაუწერიათ, მაგრამ ნანახმა მაინც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მართლა გულწრფელად ვერ ხვდები საჭმლის მიმართ გამოხატული ზიზღი და სიძულვილი როგორ არის ადამიანების ნაწილისთვის დაუშვებელი მაშინ, როდესაც ამ ზიზღის გამოხატვა ადამიანის მიმართ არანაირი პრობლემა არ არის მათთვის. რამდენიმე მათგანმა პირდაპირ ახსნა დაიწყო იმის, რომ ადამიანის მიმართ თუ გაიმეტებ ისეთ საშინელ სიტყვებს, როგორიც მე მომწერეს, ეს არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი ამბავი, სამაგიეროდ პავიდულოიანი პურის მიმართ გამოხატული უპატივცემულობის გამო შეიძლება ღმერთმა დამსაჯოს. არადა აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ღმერთს პავიდულოზე მეტად ნამდვილად უყვარვარ. სხვათა შორის ძალიან ბევრმა ადამიანმა ჩათვალა, რომ საუბარი იყო საბჭოთა კავშირზე. ჩემი მშობლების ასაკის ხალხი მწერდა, რომ ჩვენი ბავშვობაო, ანუ გულისხმობდნენ ჩემი და მათი ბავშვობა, ძალიან უზრუნველი და ძალიან მდიდარი და ასე შემდეგ იყო. მე საბჭოთა კავშირის დროს კი დავიბადე, მაგრამ მალევე დაიშალა ეს საბჭოთა კავშირი და ჩემმა ბავშვობამ გაიარა 90-იან წლებში. ჩემი და თქვენი ბავშვობა ერთ პერიოდში ვერანაირად ვერ მოხდებოდა. რამდენს ენატრება ეგ სამი პროდუქტი დღეს და კიდევ ბევრს მოგენატრებათ მე ღმერთმა მაშოროს. აი თქვენისთანა და თქვენნაირებს კი ნამდვილად უნდა მოანატროს უფალმა. აი ეგ ერთი ნაჭერი პური უყველაფროდ. იმიტომ რომ ზღვარს გადასული მეტი ჩარახართ და მეტი არაფერი. ილოცეთ რომ პურის მიმართ ასეთი მოქცევა ზიზღით ღმერთმა არ გიწყინოთ, თორემ მალე დადგება დრო რომ მოგენატრება შენს და შენს ნაშიერსაც. შენს ნაშიერსაცო ასე წერია, წყევლის ტექსტია ფაქტობრივად. თავიდან მე ვთქვი, რომ ამ დონის, ამ ხელა ზიზღი და შეურაცხყოფა მე სოციალურ ქსელში არ მიმიღია. მიწერო რომ ვარ რაღაც გულისამრევი, საშინელი მოყოლა მაქვს, ვიჭაჭები, რაღაც გასიებული ვარ, ეს ლოყები შემთხვევით პავიდლომ ხომ არ გამისია.
რომ პურის ნაჭერი უნდა მენატრებოდეს, უნდა მშიოდეს და ჩემი ადგილი სოციალურ ქსელებში არ არის. ხო, რატო იტანჯებით, მართლა გადაართეთ, დამბლოკეთ ან რაღაცა ქენით, ამ დონეზე თუ გაღიზიანებთ, ან ჩემი მოყოლის სტილი, ან ის ამბები, რასაც ყვები. ცალკე აღნიშნვის ღირსია ის, რაც დამიწერეს ჩემს გარეგნობასთან დაკავშირებით, ჩემს წონასთან დაკავშირებით, ზოგმა ფსიქიატრთან გამიშვა და მოკლედ მაქსიმალურად დამაკნინებელი და დამამცირებელი ფრაზები სცადეს, რომ ჩემთან მიმართებაში გამოეყენებინათ. ხათაშორის იყო ისეთი კომენტარები, სადაც ჩემს მიმართ სიბრალულს გამოხატავდნენ და ჩემს დამცირებას ცდილობდნენ რაღაცნაირად აი ამ ღარიბი ბავშვობის გამო. კარაქიანი პური სკოლაში წამეღო, ან რომელიმე ჩემს ამ ხანაკს მოეტანა სკოლაში მომკალი და არ მახსოვს. რა საცოდავი ყოფილხარ. წარმომიდგენია რა ოჯახი ქონდა ამ უბედურს. ნუ ფაქტი სახეზეა, სული დაუნახინჯეს. სული დაუნახინჯეს, ზუსტად აზენდერია. კიდევ ერთი კომენტარი განსაკუთრებით მომეწონა. კაი ერთი პავიდლოიანი პურით სკოლაში კალხოზეს რა არისო საერთოდ. რადგან ამ დრომდე ბევრი მედავება ნატურალური ხილისგან დამზადებული ჯემის ან ხილფაფის სარგებლიანობაზე, რომ სხვადასხვა ქიმიური დანამატებით გაჯერებულ მაღაზიებში ნაყიდ მზასაკვებს მაინც ჯობს, ამაზეც გიპასუხებთ. მე არ მithქვამს, რომ სახლში მომზადებული ჯემი კონსერვანტებიან მზა ნაწარმზე ან ტკბილეულზე უარესია. რა თქმა უნდა არა. მე შედარება საერთოდ არ გამიკეთებია. კიდევ ერთხელ მინდა დაგიდასტუროთ, რომ შაქარში ჩახარშული ხილი თუ ვადუღეთ დიდი ხნის განმავლობაში არ შეიცავს სასარგებლო თვისებებს. აბაო ემულგატორებით და კონსერვანტებით გაჟღენთილი მაღაზიის კონსერვები გირჩევნიაო? არ მირჩევნია. და ვცდილობ, რომ მაქსიმალურად ისინიც არ ვაჭამო ჩემ შვილებს. ნამდვილად არ ნიშნავს თუ შაქარში ჩათუხტუხებული ხილი არის მიუღებელი, ამავდროულად აუცილებლად მისაღები უნდა იყოს ემულგატორებით და კონსერვანტებით გაჟღენთილი თანამედროვე პროდუქტი. არ არის მისაღები. არა. რაც შეეხება კარაქს, ერთი პერიოდი ითვლებოდა, რომ კარაქიც არ იყო დიდად სასარგებლო ჯანმრთელობისთვის, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ ისი მცირე რაოდენობით მიიღება საჭიროა ორგანიზმისთვის და შესაბამისად მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს კარაქიან პურს ჩემი შვილებიც ჭამენ. ბევრი კომენტარი იყო ასევე იმასთან დაკავშირებით, შენ თუ არ გიყვარსო, სხვასო რატო აზიზღებო? ოღონდ ვერაფრით ვერ მივხვდი თუ რამე მიყვარს, სხვამ როგორ უნდა შემაზიზღოს. ვისაც გიყვართ ღმერთმა შეგარგოთ, გინდ შაქრიანი და გინდ უშაქრო. არავისთვის არ მომიწოდებია, რომ არ გაბედოთ პავიდლოიანი პურის ჭამა თქო. მე მგონი არ მომიწოდებია, ხო? უბრალოდ ვთქვი, რომ ეს არის არაჯანსაღი და ახლაც გავიმეორებ, რომ არ არის ჯანსაღი შაქარში ჩახარშული ხილი. და მე კი არ ვამბობ ამას, ექიმები ამბობენ, ჩემზე გაცილებით კომპეტენტური ადამიანები. ძალიან ბევრი კომენტარი დაიწერა იმაზე, რომ ვიღაცებს არ უყვარდათ ეს პავიდლოიანი პური და როგორ აკრავდნენ ბუტერბროდებს სადღაც და როგორ მალავდნენ, რომ მათ მშობლებს არ შეემჩნიათ, ხო, გაგიკვირდებათ და მარტო არა ვარ ამ ცოდვაში. რომ დამსვამდნენ მაგიდასთან ავიღებდი ამ კარაქიან ჯემიან პურს, მაგიდას ამოვაკრავდი და ვითომ შევჭამე. ვაი იმ დღეს რომ გაიგეს. მე გაზის გურის უკან ვყრიდი ხოლმე. თაგვებს ხაფანგებით რომ ვეღარ მოერივნენ, ბაბუაჩემმა სპეციალური სამსახური გამოიძახა და რომ ნახეს რაშიც იყო საქმე, კარაქიანი პურის ამნისტია შემეხო. დედაჩემი სულ დამაკავებდა ხელში წასვლის დროს. ერთხელ მეზობელმა უთხრა დედაჩემს ტყუილა დატანო, კარაქიან პურს სადარბაზოში ტოვებსო. დედაჩემსაც გამოუჩნდნენ ცუდი და უმადური შვილისგან დამცველები. დედა შემეცოდა, იმედია არ ნახა თქვენი ვიდეო. დედა შეარცხვინეთ. ეტყობა დედა შენიც გეზიზღება. დედა სამარცხვინო არაფერი ჩაუდენია, სამარცხვინო ხართ თქვენ, ასე სახალხოდ რომ არ ცხვენთ დედას, უმადური შვილი. მოდი მკაფიოდ გავმიჯნოთ. პავიდლოიანი პური მეზიზღება, დედაჩემი ძალიან მიყვარს. როგორ დაალაგდა ისე, რომ პავიდლოიანი პურის სიძულვილი ავტომატურად დედაჩემის სიძულვილსაც ნიშნავს, სიმართლე გითხრათ არ ვიცი. იმის მიუხედავად, რომ დედაჩემს ხანდახან ვაკრიტიკებ, მისი აღზრდის მეთოდებიდან გამომდინარე, ეს საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ მის მიმართ ნაკლებ სიყვარულს ვგრძნობ, ან ძალიან დიდ მადლიერებას არ ვგრძნობ. სხვათა შორის იყო სამართლიანი კრიტიკაც. ყოველ შემთხვევაში კრიტიკის სამართლიანი ნაწილი.
არ გატანდა იმიტომ, რომ სასარგებლო იყო, მხოლოდ დეფიციტის გამო. გული რომ არ წაგსვლოდა შიმშილისგან სკოლაში, იმიტომ გატანდა. არც ურსათი იშოვებოდა და არც ფული. აშკარად დაბადებული ხარ 1985-90 წლებში. ხალხი შიმშილს მხოლოდ ლობიუმ და ტყემალმა გადაარჩინა. იმიტომ კი არა, რომ დედებს გემოვნება აკლდათ. ნუ გააჭირვეთ საქმე, რაც ჰქონდათ თქვენს მშობლებს და რაც სწორი და კარგად მიაჩნდათ, იმას გაჭმევდნენ. ისე ის თუ გიფიქრიათ, რამდენ ბავშვს პური ენატრებოდა 90-იან წლებში. კი, ნამდვილად ასია, 90-იანი წლები იყო მართლა ურთულესი და ნამდვილად არ ვაკნინებ ჩვენი დედების და ბებიების მცდელობას როგორმე თავი გაგვეტანა, როგორმე გადავერჩინეთ ფიზიკურად, რაღაცნაირად შეენარჩუნებინათ ჩვენთვის ბავშვობაც. მე მართლა არ ვიცი მათ ადგილზე როგორ მოვიქცეოდი და როგორ გავუმკლავდებოდი ამ სირთულეებს და აბსოლუტურად მართალია და იმის მიუხედავად რომ დედას რაღაცებში შეიძლება არ ვეთანხმებოდე, კარგად მესმის რამდენად რთული იყო იმ წლებში ბავშვის გაზრდა და რამდენად დიდი ძალისხმევა იხარჯებოდა მშობლებისგან. ისიც დამიწერეს რომ დედა 90-იან წლებშიო თუ კარაქიან პურს გატანდაო, ამაზე მადლობა უნდა გეთქვაო პირიქით, რადგან შაქარი და კარაქი ამ დროს ტალონებით იშოვებოდაო. ბევრი ოჯახისთვის ეს ხელმიუწვდომელი ფუფუნების საგანი იყო და მართლა ასია, თავდაპირველად კი იყო ტალონებით ეს კარაქი, მერე ეს ტალონებიც გაქრა, შემდეგ შემოვიდა მარგარინმა ჩაანაცვლა ეს კარაქი, ან სახლში კეთდებოდა კარაქი, თუმცა ეს ქლიავის პავიდლო მაინც სულ იყო და იყო. პატარა ბავშვს მაშინ ამ ყველაფრის გაანალიზების შესაძლებლობა არ მქონდა და მახსოვდა ის, რომ რაც არ მიყვარდა, მიწევდა იმის ჭამა. დამიტოვეთ უფლება არ მიყვარდეს ეს საშინელი ქლიავის ჯემი, თუ პავიდლო როგორც არის. ბევრი გამოჩნდა ისეთი, რომელმაც 90-იანი წლების მიმართ რაღაც ნოსტალგიური დამოკიდებულება დააფიქსირა და თქვა, რომ ის 90-იანი წლები ენატრება, რადგან სხვა სითბო და სიყვარული იყო. ხახო, არ ვიცი 90-იანი წლები ვის რა ნოსტალგიას აღგიძრავთ, მაგრამ მე მახსოვს ის საშინელი დღე, როდესაც ჩვენ სახლებში ვისხედით მეზობლები და ყველას გვესმოდა, როგორ აყაჩაღებდნენ ჩვენს კარის მეზობელს ვიღაც ნიღბიანი ადამიანები და ვერ ვშველოდით, ვერავინ ვერ შედიოდა იმ ოჯახში და ველოდებოდით, როდის დასრულდებოდა ეს ყაჩაღობის პროცესი, რომ შევსულიყავით და გაგვეგო ცოცხლები დატოვეს ეს ადამიანები თუ არა და ეს იყო ისეთი საშინელი უსუსურობის და საშინელი უმწეობის განცდა ჩემთვის პატარა ბავშვისთვის. ვერ რეკავდი პოლიციაში, რადგან პოლიცია იყო ან უუნარო, ან თვითონაც თანამონაწილე ამ საშინელი ამბების. შენ თვითონაც ვერ შედიოდი, იმიტომ რომ დარწმუნებული არ იყავი, რომ იმ ყაჩაღის ტყვის მსხვერპლი გახდებოდი და გეშინოდა. თუმცა ამ დღეებში მიღებული ნეგატიური კომენტარებიდან ჩემთვის ყველაზე სევდიანი და უსიამოვნო ნაწილი მაინც ის არის, რომელიც საბჭოთა კავშირისადმი აშკარა სენტიმენტებს ასახავს და საბჭოთა იმპერიის სიკეთეებს მისტირის. ნუ გასაგებია, რომ მსგავსი კომენტარები ალბათ უფრო მეტად ბავშვობისა და ახალგაზრდობის მონატრებაა, თუმცა ზოგიერთმა მათგანმა გული მაინც ძალიან დამწყვიტა. მაშინ ვჭამდით ზუსტად ყველაფერს საუკეთესოს, ახლა სანატრელი კი არა, არც დაგესიზმრებათ მაშინდელი პროდუქტი. კბილეულიდან და შოკოლადებიდან დაწყებული. დათუნია ახლანდელ თაობას უჭამია, ყარაყუმიან ციყვი, რა იყო დეფიციტში? არც არაფერი, ხელფასი 80 მანეთი. ის ფული თვიდან თვემდე ყოფნიდა და არც არაფერი გვეკლდა. ახლანდელ 8000 ლარს ნიშნავს. მე მხოლოდ 18 წელი ვიცხოვრე საბჭოთა კავშირში, მერე დაიშალა. მართალია მაშინ ბევრ რამეზე მქონდა პრეტენზია, მაგრამ ყველაფერი გქონდა მაინც. მაღაზიის არ მოგეწონებოდა, სპეკულანტებს აკითხავდი და გაუჩენელს გააჩენდნენ. რაც თავარია, ხალხს ფული ჰქონდა, უმრავლესობას და არ იყო პრობლემა არაფრის შეწენა. ის სხვა საკითხია, მცირე ხელფასის პირობებში როგორ ახერხებდა ბევრი ამას. მე ბედნიერად მახსენდება საბჭოეთი. ადრე საბჭოთა კავშირის დროს ნამდვილად შესაძლებელი იყო ბევრი უკეთესი პროდუქტის შოვნა, ხას უსვამ შოვნა, რადგან ეს ძირითადად ადამიანების მარიფატზე იყო დამოკიდებული და გასტრონომებში ძირითად შემთხვევაში იყო ან უხარისხო პროდუქტი, უვარგისი, ან შეზღუდული რაოდენობით და გაიცემოდა ტალონებით. ყოველ შემთხვევაში ასეთი ინფორმაცია მაქვს მე და ჩემზე ბევრად უფროსი ადამიანების კომენტარებიც დაიწერა, რომლებიც ჩემზე გაცილებით უკეთესად ერკვევიან ამაში და რამდენიმე მათგანი მინდა გაჩვენოთ. პროდუქტის ხარისხი რა იცით როგორი იყო? მაშინ ვინ აქვეყნებდა? საბჭოთა კავშირში ვერ გაბედავდი.
ახლობელმა ნახა ძეხვის გაკეთების დროს ვირთხა როგორ ჩავარდა და გატარდა ხორცთან ერთად. დანადგარი არც გაუჩერებიათ. ეს დანაკლისად ჩაეთვლებოდათ. ის ქალბატონი ისე დაბერდა ძეხვისკენ არ გაუხედავს. ჩაის ფაბრიკაში ბიძაშვილი მუშაობდა. დღემდე ჩაის არ ეკარება. ასევე იყო პურის საცხობში ტარაგნები. იმ ავადსახსენებელ კომუნისტების დროს რას მისტირით? ორმანეთ ნახევარი ღირდაო სულგუნი რომ გაიძახით. ხელფასი რამდენი იყო მაშინ? 45-80 მანეთი ხომ არა? ბუზებიც მრავლად იხარშებოდა იმ სულგუნთან ერთად ქვაბში. რამდენ ძველ უხარისხო და არასწორად შენახულ პროდუქტს ყიდნენ. თან როგორი ანტისანიტარიის პირობებში თქვენ აზრზე არ ხართ. ან არ გინდათ გაიხსენოთ. უბრალოდ მაშინ მეტი არჩევანი არ იყო და ვერც ხმას იღებდა ვინმე. ეს ხალხი საბჭოთა კი არა იმ პერიოდში ცხოვრობდა მგონი უკვე გაბრწყინებულ საქართველოში. დიახ, დეფიციტში იყო ყველაფერი, მათ შორის ქარხნული წესით დამზადებული, ანუ გადამუშავებული საკვები. და ეს პავიდლოიანი პურიც ჩემი საუზმე იყო. არ ვგიჟდებოდი, მაგრამ არც მძულდა. სკოლაში საჭმელი არ დამქონდა. ტალონებს გვირიგებდნენ სკოლის ბუფეტისთვის. ოღონდ საშინელება იყო ის ბუფეტი და არაფერს ვჭამდი არც იქ. როგორც გითხარით, ძალიან პატარა ვიყავი საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა. ამიტომ ბევრი რამ მაშინდელი რეალობიდან დეტალურად აღარ მახსოვს. თუმცა მინდა გაგიზიაროთ საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის ერთი ვიდეო, რომელიც იმდროინდელი თითქოს და ბედნიერი ცხოვრების შესახებ მითებს აქარწყლებს. ეს რაღაც ნოსტალგია რო არსებობს დღეს ამ საბჭოთა კავშირის და აი ჩვენ რა კარგად ცხოვრობდით, რა თქმელი დრო იყო, რა სიმწვანე იყო და ასე შემდეგ ყველაფერი გქონდა, ადამიანები არ შიმშილობდნენ და რაღაცა ესეთი მითები. ჩემს ძალიან გასაოცარია, იმიტომ რომ ძალიან კარგად მახსოვს რა იდო მაღაზიებში, ეს მაღაზიები იყო აბსოლუტურად ცარიელი, ელი ვთქვათ ხორცი, რძე, ბარაჟანი, ხაჭო, ეს არ იშოვებოდა უბრალოდ ის, როდესაც მოდიოდა მაღაზიაში, დგებოდა უზარმაზარი რიგები. პროდუქტები მოდიოდა ყოველ დილით, მაგრამ სადღაც 10 საათზე ის თავდებოდა. ამიტომ დაიჩემი ნელი, დილას დგებოდა 6 საათზე და გადიოდა და ამ ძის მაღაზიასთან იკავებდა რიგს. შესაძლებელია, რომ ცხვირწინ გათავებოდა ადამიანს. არჩევანი არ გქონდა საერთოდ არაფრის. ზეთი იყო მხოლოდ ერთი ხარისხის, ერთნაირ ბოთლებში. მინდა ხალათი, კბილის პასტა და ტუალეტის ქაღალდიც კი, ეს ყველაფერი უნდა გეშოვა. ანუ ეს ასე რომ შეხვდოდი მაღაზიაში და იყიდიდი, ესეთი რაღაცა არ არსებობდა. ეს ადამიანები გაცილებით უფრო ღრმად ერკვევიან საბჭოთა კავშირის დროინდელ ამბებში, ვიდრე მაგალითად მე და ჩემი თაობის ხალხი და ვფიქრობ, რომ საკმაოდ დამაჯერებლად გვიყვებიან ფაქტებზე დაყრდნობით, რა ხდებოდა რეალურად საბჭოთა კავშირში. მაინც მრჩება შთაბეჭდილება, რომ ბევრი რამ, რაც მაშინ ხდებოდა და რაც ეგონათ, რომ იყო ძალიან ჯანსაღი, ძალიან კარგი და საუკეთესო, უბრალოდ ეგონათ იმიტომ, რომ არ იყო მეტი ინფორმაცია. ისევე როგორც აი ძალადობასთან დაკავშირებით დღეს რო ამბობენ რომ ძალადობის ფაქტებმა მოიმატა და ასექნა და არაფერიც არ მოიმატა, უბრალოდ გახდა უფრო აშკარა და აღარ ჩუმდებიან ადამიანები, როდესაც ძალადობის ფაქტებს ხედავენ. როდესაც მოხდა ჩერნობილის აფეთქება და მთელი ეს უკრაინა და ბელორუსი მოიწამლა პრაქტიკულად და მთელ შავი ზღვისპირეთში რაღაც რადიაციული წვიმა მოდიოდა. როგორ შეიძლება ვთქვათ, რომ ჯანსაღ პროდუქტს ჭამდა მოსახლეობა? ინფორმაციის ნაკლებობის პირობებში ძალიან მარტივად შეიძლება 21 საუკუნეშიც დაარწმუნო ადამიანი, რომ იმ რაღაც საშინელებას ემულგატორებით და რაღაც კონსერვანტებით გაჟღენთილ საკვებს რომ ჭამს, შეიძლება ეს მისთვის რაღაცნაირად სასარგებლო იყოს. და კიდევ ერთი, რაც აუცილებლად მინდა ვთქვა. როგორც იცით, ამ დღეებში ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ პოსტებსა და კომენტარებზე პარლამენტმა შეზღუდვა დააწესა. სწორედ ამიტომ, ალბათ მნიშვნელოვანია ისიც გითხრათ, რომ მე როგორც ერთი ადამიანი, ჟურნალისტი და ვლოგერი, კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ამ სივრცეში სახელმწიფოს რაიმე ჩარევას, რადგან საბოლოო ჯამში ასეთი შეზღუდვების დაწესება ბევრად დიდი ბოროტებაა, ვიდრე რომელიმე ცუდი ან შეურაცხყოფელი კომენტარი შეიძლება იყოს. ხო, და რაც შეეხება შეურაცხყოფას და ლანძღვას. ამის მარტივად რეგულირება ყველა ჩვენგანს. საჯარო პირს თუ ნაკლებად ცნობილ ადამიანს ძალიან მარტივად, ღილაკზე თითის ერთი დაჭერით შეუძლია. სახელმწიფოს ჩარევა აქ ძალიან სახიფათოა, რადგან ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში მხოლოდ სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს და კიდევ ერთხელ გვაბრუნებს საბჭოთა კავშირში. დამძლე
ამტანი და მდგრადი მეგონა კრიტიკის მიმართ ჩემი თავი, თუმცა ამის მიუხედავად მაინც რთული აღმოჩნდა ამ დღის გადატანა. ზოგადად ჩემი პირადი დამოკიდებულება ასეთია, არასდროს არ ვუწერ სოციალურ ქსელში ისეთ კომენტარს ადამიანს, რასაც პირში არ ვეტყვი. და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი თქვენგანი, რომელმაც წარმოუდგენელი უხამსობა და შეურაცხყოფელი კომენტარი დამიწერა, ამას პირდაპირ ვერ მეტყოდა. არა იმის გამო, რომ რაღაც ჩემი შეეშინდებოდა, არა, საკუთარი მორალი არ მისცემდა ამის თქმის საშუალებას და ჩვენ რატომღაც გვავიწყდება, რომ აი ამ კლავიატურის მიღმა, ინტერნეტ კონტენტის მიღმა არიან ჩვეულებრივი ადამიანები, თავიანთი ემოციებით და ზუსტად ისე განიცდიან ამ კომენტარებს, როგორც აი პირისპირ თქმისას შეიძლებოდა ქონოდათ რაიმე ემოცია. საერთოდ არ ვფიქრობ, რომ ადამიანმა მწვავედ არ უნდა გაგაკრიტიკოს და არასდროს არ ვეხები იმ კომენტარებს, სადაც მწვავე კრიტიკაა, თუმცა შლი ძალიან უხამს და შეურაცხმყოფელ ფრაზებს და ძალიან მინდა გთხოვოთ, რომ ცოტა უფრო მეტად დაფიქრდეთ, ვიდრე კომენტარს დაწერთ და წარმოიდგინოთ, რა მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს ადამიანი, რომელიც ამ კონტენტის მიღმა არის და შეიძლება ამხელა სიძულვილის ტალღა დაატყდეს რაღაც არასწორად, თუნდაც არასწორად ნათქვამი სიტყვის, თუ უბრალოდ პავიდლოს სიძულვილის გამო.